დღეს არ ვარ მარტო და დღეს ვარ ძალიან მაგარ ადამიანთან ერთად, ძალიან მაგარ პროფესიონალი თავის საქმეში და ეს არის გიორგი ადამიანი ჩვენთან ერთად და იმედია საინტერესო ვიდეო გამოვა, საინტერესო ჭერა იქნება, თევზი გაგვახარებს. ამინდი ცოტა ხარია საშინელი, თუ აქ ეგრე იცის. წესით 12-ის მერე უნდა ჩაწყნარდეს. მაგის იმედი გვაქვს რა. რავი გიორგი, მგონი თავარია შევხვდით, განყვაყობრივად გავგამბით. ამდენი ხანია ერთმანეთს და არა, დებოდი საქმე. ხარი გვიშლის ძალიან ხელს თავისებურად ჭიმავს აგერ ჩვენმა ძმამ დაიჭირა პირველი ქორჭილა სააღოზმა ეგ ერთი და მრავალი თავ პირველი ქორჭილა შენ ცხოვრებაში ხო? აჰა ნახე როგორია აწი მოიწამლები დაბა შენიცი ძმაო წარმატება ძალიან მაგარი დაწყებაა აიხარე ეს არის 2026 წლის პირველი ქოჩო. ავიც ჩაიწერა თორა მეგობრებო, აი ჩემი პირველი ქოჩო. დავაგდოთ, ნახოთ თუ შემოვიდა თევზი. ხო, დავიჭირე ჩემს დამზადებულ handmade ყანყალაზე, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს დაცებულ თევზზე. ნახოთ აბა თუ შემოვიდა კიდე რამე საინტერესო ხელები უკვე გამეყინა ცოტა მოზრდილი სხვათა შორის ახალი ლუზიდან მეორე ჩაგდება იყო და დავსვით აბა ნახოთ თუ ისე დგას რამე საინტერესო აბა ნახოთ თუ კიდე რამე არის ესეთი პატარა წამორთმებით აი დამეწყა ფაქტი სახეზია იგო ჩვენი ჩარტყმები. აბა ნახოთ. იმედია გამოჩნდებოდა კადრში, იმიტომ რომ აი ლუკასაც ჰქონდა დათმო. დიახ. ვა. მოკლედ.
ესეთ გატარებაზე დამიჯდა აწევით. მორიგი ეს არის მეშვიდე. ეს აფსკერიდან იღებს. ფსკერიდან იღებს რა. ფსკერიდან იღებს. მოიცაგიო აბა ერთი მაჩვენე. ახ, მაგარი ზომა. სერიოზული ზომა. გაზეთაში. რომელ ყანყალას? შენი? ხო, ჩემი ყანყალა. ხო, იმას ჩემი მივეცი და დაიჭირა, ეგ პირველი, ხო. ხო, შეიძლება. საღო, კიო, ეგეთი და მრავალი. ხო, მე ვარ მერვე. ხო. გავაგრძელოთ. მუშაობს ყანყალა. მედი. არეტევ ალბათ. მიდი. ცოტაც. ნორმალი. ეს ჩემი პირველი უზა იყო. სუპირველი ეს იყო, ანუ მოვიდა. მიდი. ხო, ამას ფრიქციონიც აქვს, საკისრებიც აქვს და რა ვიცი. საბალანსო. ბიჭო, მარმიშკა მიგავ ცოტა, მაგრამ ხარია. მარმიშკო ჯოხი. პირობებში გვიწევს ეზავად რო საიკაი. აი რო არ გეზარება ადამიანს, ახლა გზაზე მოდიხარ, ასეთი ამინდი ხდება და არ ვნებდები. მაინც სტილო რო რამე დაიჭირო ისი ანუ. არა ბავშვ, აც ამინდი არ წინული არ გვაშინეს და ამინდი რა. Yo, marmishka. Mor ulავს. Mor ulავს. მომეც სილიკონი. Нормальный размер. აი მეგობარი მოვიდა საერთოდ. ვიატყუდა ესტონია. ო, გამარჯობა ესტონია. ხიბლი მომიტანა და დავიჭი იგი. Ну, нормально. Это хороший. Вот есть 10 штук таких. Я не знаю, я там заканчиваю куда-то. Я даже не знаю, куда идти. Вы собираете рыбу? Не, я в другое место. Там здесь вообще там только маленькое. Ну вот в этой территории вот эти более-менее хорошие места. Вот где мы сейчас находимся. Там очень мелко, полметра. Вот я там, поэтому думаю, там хорошо бы сидеть сейчас. Там ветер, камыши. Это да. Да, это да. Вот надо, это нормально рыба. Надо искать. Не, искать, конечно, я знаю. Это же азарт. Видит. Чё ракария. ესეც მე-11. არა, ну ეზი პასიურობს რა, საშინელი ამინდია. ხო, თქვი რომ არის. ამაწვალებთან.
ისმის აბა შევისვენეთ მადლობა გიოს ძალიან მაგარი საკვები მოამზადა აღო წადა ცოტა პური ჭამეთ ცოტა ორი ჭიქა დავლიეთ დავილოცეთ თავი და შემოვედით მეორე რაუნდში წარმატებები ბიჭებო საღო რაზე დაიჭირე გეუბნები მუშაობს ყავიჩა რა ხარბათაა გაღებული ამისთვის არ მოიყვანა ეს კაცი. უნდა შევაყვაროთ თევზაობა. აქ ნახე ბალახია. Materialot. Ну, არ არის. არ ჩანს სიგარეტი. თევზი არ არის. Materialot. ეგე მივაგენ სადგას, ეგე. ჩანს თუ არა. ეგე ქორჭილად გას, ეგე ერთი ცალი. ერთ ცალი დგას მან. დიაბეტიო. ერთი ცალი თევზი. დავინა. ხო, აბა მიდი გიო პირდაპირ ეთერში. ბევრია, ამოხვიე. კამერას არ შეუშინდა საერთოდ. არა, იდგა საერთოდ არ იმოხდა. ეს თევზია რომ ეს დავინახეთ, ხო? აი პირდაპირ ეთერში. აგიო, როგორია? 21 საუკუნე. უკან ახე. კამერი ფიფოვე თევზი, ამა კიდე დაიჭირა. აი ზომა, ბრავო. აგია მიშა. მოიზიდო რა წეღან ჩავხედე კამერით ვაუ არაფერი არის ეხლა ეგ სადა მაგისისა ეგ თემა
შორის ყველა თევზი მარადია ეს უნდა გადავიდეთ მაგრამ მეგობრებო არ ვიცი მითხოს თუ არა დასაწყისში მაგრამ დამაცოცხლებიან და გადავიდეთ სხვა ადგილას. აუცილებელი დიდხანს გავჩერდეთ ვიცი და იგივე ადგილას. 9 საათი მერე გადავდივართ სხვაგან. ეს იყო მეოცე, კი? მე მიყურეს. ხო არ გამეცევია. შენ მაწვალებამდე ხა. ვიტო ერთი 5 ჯერ გამეცა გზაში. აჰა, ესეც მეოცე. რაოდენობა არის რაც მინდოდა, მაგრამ სულ არაფერს ეგჯობია. ეგრევე დამეტყვა. ეგრევე დამეტყვა. აქ დგას ქორჭილა. მეგიდე. აი. რა თქვი დგას აქ. ეს არის 21. აბა კიდე. აქ კიდე მირთავს. მიდე. გუნდებით დადის რა. აი ჩემთან ურყავს, მაგრამ გზაში საწახვი. აი კარგება. აბა ნახოთ. ხო არ ისე ურყავს. შემოვიყვანე. მგონი ამ გზაში შემოვიყვანე თევზი. მედე. აბა მეგობრებო გავიყინეთ. ძალიან გახობია. რად გავიყინე. აი 5-ის მერე ახლა არის 6-ის ნახევარი რა. უცებ დაეცა ტემპერატურა. აი უცებ ვიგზენი ის აი აქვს. ხო და დავამთავროთ რა. მე მგონი დღევანდელი დღე შედგა. ვითევზავეთ, წამეთ. თავარია შეხვედრა შედგა. ესე რა YouTube-ით თორე ისე ხდებოდი ცეცხლად თევზაობაზე. და მიხარია ის რომ სეზონი გავხსენი ყინულზე. ანუ თევზავით რომელიც ყინულის ქვეშ მიმდინარეობს. გვექნება ხო ყინულზე? კი, აუცილებლად სეზონი ახლა არის დაწყებული. ბიჭებო, მეგონი მაყოფილი ხართ. ჩვენი ახალ ბედამ დღეს ახალფრორი მოახდინა ბოლოსკენ ძალიან რა. ხო კარგად ისე არის. მიშო, ხო კარგი იყო. მოგლეთ შენ ყველაზე დიდი ბიგფიში დაიჭი. არა ნუ თავარი ის არის რომ ჩვენივად ისე ამოვა. თავარი ის არის რომ მშვიდობით ჩაიარა ყველაფერმა, კი გასავლელი გვაქვს რაღაც მანძილი, აი გაუშვავს ჩავბაგდებით და მივალ სახლში. მოგლეთ ესეთი ვიდეო გამოვიდა. იმედია მოგეწონათ, დიდი შრომა არის და ჯანმრთელობაც არის ასე ვთქვათ ჩადებული. შეხვდებით. ჩვენი არხები გამოიწერეთ აუცილებლად. ხო, კარგი იქნება. მაგარ კონტენტს აკეთებენ და რავი დასაფასებელი არის ამათი შრომა, იმიტომ რომ აი ყინულზე სულ აი 15 სანტიმეტრი იყოს და 20 სანტიმეტრი იყოს, მაინც რისკ ფაქტორი არის, იმიტომ რომ შეიძლება ჩავარდეს ხმები გვესმოდა. მაგრამ მაინც არ ნებდებოდნენ და არ ნებდებოდით და ძალიან მაგარი ადამიანები არიან, გამიგეთ ორივე ვეთევზის ეს სწორედ ვამბობ არხი. დაალაიქეთ აუცილებლად ეს ვიდეო. აბა დროებით ჩემო კარგებო შეხვდებით მომდევნო თევზაობაზე.